გარეშე ვერ ახერხებთ დაძინებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ინსომნია გაქვთ. ინსომნია თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გახლავთ. სტრესი, ტექნოლოგია, ყოველდღიური რუტინა და ემოციური დატვირთვა ხშირად გვართმევს ყველაზე ძვირფას 7 ძილს. დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჟურნალისტთან გვანცა ნოზაძესთან, რომელიც ახლა შემომიერთდება და ამ თემას გავშლით, რა თქმა უნდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს უძილობა. მოგესალმები, მოგესალმები, პროექტი სანამ თემაზე გადავალთ, შენ გიკითხავ. დიახ. თუ გქონია ასეთი მომენტი, ღამის 3 საათია, 4 საათია, ჭერში იყურები, 1 ცხვარი, 2 ცხვარი ითვლი, მაგრამ ვერ იძინებ. კი, გაგცე პასუხი? გინდა პასუხს ითხოვს მაყურებელი და შენ? დიახ. მოკლედ, მინდა იმის თქმა, რომ ეს ჩემთვის არის ძალიან უცხო და უცნაური რამ, როცა მე თქვათ ვერ ვახერხებ დაძინებას, იმიტომ რომ მე უთხარი ჩემ თავს, რომ შენ დაიძინებ 12-ზე, გაიღვიძებ რვის ნახევარზე. რატომღაც, არ ვიცი, მე მართავ ესე ჩემ თავს, მაგრამ ყოფილა შემთხვევა იმ დროს, როდესაც აი თქვათ პრემიერა მქონდა, ბედარი წარმატება მივიღე, აჟიტირებული ვარ, აფრიაქებული ვარ, მივდივარ, ვერ ვისვენებ, ვერ ვწყნარდები და ეს გადადის ძილში, უძილობაში, ანუ და ვიწყებ მე აი ბორგვას და ფორიახს და ანუ ვიცი ზუსტად რა მდგომარეობაა და ამიტომაც რაღაცა ძალიან ინტერესით მოვეკიდე ამ ჩვენს გადაცემაში ამ ჩვენს თემას. და რასაკეთებ ხოლმე? და არაფერს ვითვალე ცხრები, ვითვალე დროშები, ვითვალე ხალხი აბსოლუტურად სულ ყველა ვის ვიცნობ, აი ყველა რამდენ ადამიანს ვიცნობ გამარჯვებით. თქვათ ახლა ეს დამიდგენია, რამდენ ადამიანთან ჩავივლი დღის განმავლობაში და გამარჯვებას მივესალმები. ანუ ყველაფერი ვაკეთებ, მაგრამ მაინც რა სადღაც სანამ ტვინი არ გაითიშება, მანამდე უძილობა დგას მყარად. ხო, სხვათა შორის მეც ასე ვარ. უბრალოდ ჩემი შემთხვევა კიდევ განსხვავებულია. სანამ ღამის პირველი ან 2 საათი არ მოვა ხოლმე, როგორც არ უნდა მეძინებოდეს, ძილი მაინც არ მოდის. ანუ რაღაც კონკრეტული დრო უნდა დადგეს. დრო მოდის 2-ის ნახევარზე. ხო, და მე დილით რომ საათზე იღვიძებ. გააჩნია დილას, აი დღეს მაგალითად 7 საათზე გავიღვიძე. 7 საათზე. ესე იგი საკმარისი არ არის ახლა შენთვის ძილის. ვერ ვიტყოდი ეგრეც, 8 საათიანი ძილი მაინც უნდა იყოს, რომ სრულყოფილი იყოს. ხო, ეგ მგონია რომ ინდივიდუალურია. რამდენი საათი ყოფნის ადამიანს და ამას ჩვენს სტუმართან ერთად გავიგებთ, მაგრამ როცა ეს ამბავი ერთი ღამის ნაცვლად გრძელდება, კვირები, თვეები, უკვე საქმე გვაქვს ინსომნიასთან. გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველ მესამე ზრდასრულს ინსომნიის ფორმა აღენიშნება. ხოლო საქართველოში ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით უძილობას პერიოდულად ან ქრონიკულად მოსახლეობის თითქმის 40% უჩივის. დღეს ჩვენს გადაცემაში გვყავს მოწვეული ფსიქოთერაპევტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი დია ყოლბაია, რომლის პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკული მიდგომები ნამდვილად დაგვეხმარება. უკეთ გაგიზიაროთ, როგორ გამოვიცნოთ ინსომნიის ნიშნები, რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ მის დასაძლევად და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს. ქალბატონი დია, ახლა სტუდიაში. ქალბატონი დია, მოგბრძანდით. ძალიან მიხარია რომ თქვენ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში და თქვენთან ესე ახლა ვისაუბრებთ. დიდი პატივია ნამდვილად. ეთერში, იმიტომ რომ თქვენი აზრები ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის მოტივატორიც, დამაფიქრებელიც და მოკლედ ცვლის რაღაც კურსებს ხოლმე. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ, განვმარტოთ ინსომნია რას ნიშნავს ესე სამედიცინო ენაზე და ნელა მივყვეთ. ჩვენს მაყურებელს მადლობას მოგახსენებთ. სტუმრობისთვის ერთი პატარა რემარკა. არა ვარ ფსიქოთერაპევტი, ექიმი, პათოლოგი, რომელიც ვცდილობ მეცნიერების პოპულარიზაციას და ამ ფორმატში ვეხები ფსიქოლოგიას, ფსიქოთერაპიას, მითოლოგიას, რელიგიას, არქეოლოგიას, მაგრამ ეს ყველაფერი მჭირდება ერთადერთი. ხო, უკაცრავად ქალბატონი დია, აი მიკროფონი გიდევთ მან და აიგეთ. ხო, რაღაცა პრობლემა აქვს, ეთყობა. კი, ჩართულია. და ეს ყველაფერი მჭირდება იმისთვის, რომ დიდი ბიოლოგიის გადმოსახედიდან ნეიროფიზიოლოგიის გადმოსახედიდან ნათელი მოვფინოთ ადამიანის ქცევას, ქცევის ბიოლოგიას. ინსომნია ნიშნავს ძილღვიძილის ციკლის მოშლას. თუ შენ ვის მოშლას? ძილღვიძილის. ძილღვიძილის მოშლას, კი ბატონო. ძილღვიძილის ციკლის მოშლას. დიახ. თუ ჩაძინება გიჭირს,
ეს ნიშნავს, რომ საუბარია პრესომნიაზე, აკადემიური ტერმინით, მოშლილია ეს პირველი ნაწილი, ანუ თვლემა და გადასვლა ძილში. თუ ჩაიძინე, მაგრამ ხშირად გეღვიძება, ანუ ხალხურად რომ ვთქვა, გადყდა ძილი და თურმე ჩვენ გვეღვიძება მინიმუმ 10-12 ჯერ, მაგრამ თუ არის ჯანმრთელი ორგანიზმი, ჯანმრთელია ნერვული სისტემა და ბიოქიმიური პროცესები, ჩვენ არ გვახსოვს ეს გამოღვიძებები. ანუ ვერ ხვდებით, რომ ანუ არ გვახსოვს. არ გახსოვს. ვერ გრძნობთ, რომ გავიღვიძე. იმ მომენტში გრძნობ, მაგრამ გრძნობა არ გახსოვს. ხო, აი აქ ეს სხვადასხვა რამ, ეს ძალიან ნიუანსი, ძალიან მნიშვნელოვანი. შემდგომ შეიძლება ნორმალურად ჩაიძინე, ძილი არ გატყდა, მაგრამ ძალიან ადრე გაგეღვიძე. თუ ჩვენ გქონდა საუბარი პრესომნიაზე და ინტრასომნიაზე, ეხლა საუბარი გვაქვს პოსტსომნიაზე, ანუ ადრე ძალიან გაღვიძება და მერე ვეღარ იძინე. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ძალიან ადრე იღვიძებენ, ხო? ანუ ტოროლები, ადრე. ეს არიან ადამიანები, რომლებთაც აღენიშნებათ ნეანდერტალური გენების სიჭარბე. ანუ ნეანდერტალელები და ჩვენ ვიცით, რომ აი ჩვენ ვართ homo sapiens sapiens, ჩვენ ვართ კრომანიონელები. ჩვენი მონათესავეები არიან ნეანდერტალელები, რომლებიც აფრიკიდან გამოვიდნენ და შემდგომ განსახლდნენ ჩრდილოეთში და არის მოსაზრება, რომ დილით ადრე გაღვიძების გენები და ჩვენ გვაქვს ძილღვიძილის ციკლის მარეგულირებელი გენები 1000-მდე. ანუ 1000-მდე გენი მონაწილეობს იმაში, რომ შენ დაიძინო და ეს ძილი იყოს სრულფასოვანი. ნეანდერტალელები, რომლებიც გადასახლდნენ ჩრდილოეთში და ჩრდილოეთში როგორც წესი არის მოკლე დღე და ხანგრძლივი ღამე, ანუ მზე ცოტაა, შენ რომ დაელოდო მზის ამოსვლას, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება შიმშილით მოგვდე. ანუ ჯერ სანამ მზე ამოვა, მანამდე ბევრად ადრე უნდა ადგე, მოინადირო, შეეშა და ასე შემდეგ. ხო? ანუ ჩრდილოეთისკენ გადანაცვლებამ განაპირობა დილით ადრე ადგომის გენეტიკური, ბიოლოგიური კოდიო. ეს არის მოსაზრება. ეხლა პატარა ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ ვოლიერი, ლაბირინთი და თაგვები. თაგვებს დამაგრებული აქვთ ეს ელექტროდები და ჩვენ ხედავთ ნეირონების, სპეციფიკური ნეირონების, ჩვენ ვიცით დაახლოებით, სად უნდა იყოს ძილისა და ღვიძილის მარეგულირებელი ცენტრები. ეს არის ეგრეთ წოდებული სუპრაქიაზმური ბირთვები, ეს არის ჰიპოთალამუსი, შუა მდებარე ტვინი, შუა ტვინი, ეს არის ამიგდალა და ასე შემდეგ. და პირველი შეხვედრა გარკვეულ ლაბირინთთან თაგვი თურმე გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს კარგად გამოხატული ეგრეთ წოდებული ადგილის უჯრედები, ადგილის ნეირონები. ანუ ის მიხვეულ მოხვეულს ლოკაციით აღიქვამს და იმახსოვრებს და ყველა აი ამ მიხვეულ მოხვეულს აქვს თავისი ნეირონი თავის ტვინში. ესე იგი, აი გაუხვია და აი ჩვენ ვხედავთ, რომ აინთო ეს უჯრედი, აქტივობა აქ არის. შემდგომ წავიდა გაუხვია იქით და აინთო მეორე ნეირონი. ანუ ყველა აი ამ გზას აქვს თავისი ვექტორი, თავისი შესაბამისი ნეირონი და მისი აქტივობა. და აი აინთო, წკაპ, ასე რაღაც 15 ნეირონი მაგალითად და გავიდა ბოლოში და იქ საკვები დახვდა. ესე იგი, ტვინმა ისწავლა, ხომ, ეს გზა ნეირონული ქსელის აქტივაციის გზით. კარგით. ეს თაგვი იძინებს. ეს ყველაფერი ისევ შეერთებულია და ისევ ვხედავთ, როგორია ნეირონული აქტივობა ტვინში. და რაღაცა დროის შემდგომ, ძილში ვხედავთ, რომ ზუსტად იგივენაირად წკაპ, აინთო, ზუსტად იმავე თანმიმდევრობით, ანუ თაგვის ტვინმა მოახდინა რეტროსპექტივა იმისა, რაც იყო ცხადში, გაიმეორა მთელი გზა და თან ისეთ თათუკებსაც აფაცუნებდა. ჩვენ არ ვიცით რა სიზმარი ნახ. ან იყო რო სიზმარი? ეგება უბრალოდ ნეირონული აქტივობაა, რომელსაც ჩვენ ვარქმევთ, რომ რაღაცა დაიწყოს სიარული ძილში. აი არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით თაგვის სიზმრის დიზაინი როგორია. მოდით პირობითად დავარქვათ, რომ დაესიზმრა. მოხდა შემდგომ უფრო საინტერესო. ეს თაგვი შემდგომ უფრო მარტივად მეორე დღეს უფრო მარტივად პოულობს გზას, უშეცდომოდ, დროის უფრო მოკლე მონაკვეთში გადის ბოლოში და პოულობს საკვებს და ასწავლის ბშღალებში სხვებს. რომ დაიმახსოვრა მისმა ეს ტრაექტორია სიზმარში.
ესე იგი, ძილის ერთ-ერთი ფუნქცია, ამ შემთხვევაში ამ ექსპერიმენტის შემდგომ აი მკვლევართა ჯგუფს მიენიჭა ნობელის პრემია. აი ამ ადგილის ნეირონების, ანუ სივრცობრივი ლოკაციის ნეირული სტრუქტურების აღმოჩენისა და ფუნქციური თავისებურებების ესე იგი თაობაზე. ერთ-ერთი საფუძველი, ერთ-ერთი დანიშნულება ძილის და სიზმრის არის დასწავლა, ანუ მეხსიერება და უფრო მეტიც, უფრო საინტერესო, დავიწყება. აი მაგალითად არის რაღაც დიდი განსაცდელი, ხო? აი განსაცდელის მერე ჯანსაღი ძილი ნიშნავს იმას, რომ აი საშუალოდ აი პირობითად 50% სტრესი იხსნება, ანუ გავიწყებს. და რა აღმოჩნდა, რომ თუ რაღაცის გახსენება გინდა და თავზე ძალადობ, რომ აი ახლა უნდა გავიხსენო, ახლა აუცილებლად გავიხსენო, ეს უფრო მეტად ართულებს გახსენებას. ანუ არ უნდა იძალადო, უნდა გაუშვა პროგრამა, რომ ეს სიტყვა, ეს მოვლენა გავიხსენო, უშვებ და როგორც კი მოდუნდები, ანუ მოხსნის ეწოლას, თავისთავად გიგდებს როგორც ფაილები. ანუ ძილის ერთ-ერთი და სიზმრის ერთ-ერთი დანიშნულება ყოფილა რა, რეტროსპექტივა და დამახსოვრება. მეორე მნიშვნელობა ძილისა, ეხლა მე მივდივარ იქითკენ, რომ ინსომნია რატომ არის საშიში და რატომ არის მნიშვნელოვანი ძილის რეგულაცია. მეორე მოსაზრება ეს არის კომპენსატორული სიზმრები. აი მაგალითად ოჯახში სულიერი დანაკლისია, სულის დანაკლისია, დაიღუპა ოჯახის წევრი, ხო? და რა არის აღსანიშნავი? რაც უფრო ძლიერია ტანჯვა და გლოვა და მწუხარება, მით უფრო გვიან, ანუ მით უფრო დიდხანს ვერ ხედავს სიზმარში ეს ადამიანი იმ გარდაცვლილს და აღნიშნავს, რომ ღმერთო ჩემო, აი იმას დაესიზმრა, იმას დაესიზმრა და მე არ დამესიზმრა, მე რატომ არ მესიზმრება? როგორც კი სტრესი ნელ-ნელა დაღმავალი ფაზით, ესე იგი, განელდება, რაღაცა მომენტში უკვე ტვინი გაწვდის სიზმრის სახით ამ ადამიანთა შეხვედრის პრეცედენტს სიზმარში და შენ აღნიშნავ, რომ აი სიზმარში ვნახე და ისეთი მშვიდი იყო, აი არც გულგრილი იყო, მაგრამ არც ისეთი მოსიყვარულე. აი თითქოს შორს იდგა და თითქოს მამშვიდებდა, მანიშნა, რომ ამდენი გლოვა საჭირო არ არის და ისეთი კმაყოფილი ვარ, რომ და მართლაც კმაყოფილი იღვიძებ, ანუ კომპენსაცია, რომ ეს მწუხარება განელდეს და არ გადავიდეს დეპრესიაში და ჩვენ მივადექით აი მთავარ სათქმელს. ხო, აი სანამ მთავარ სათქმელი არ დაივიწყოთ თქვენ, აი ძალიან გთხოვთ, ბოდიშკი ხდით რომ გაწყვეტინებთ ახლა და მე მინდა რომ რაღაც პარალელები გავავლო ახლა თქვენ ამბობთან და ამიტომ აი ძალიან სულ ერთ წუთში დაგიბრუნდებით. ნახეთ, როდესაც კაბოტონ დია იმ ექსპერიმენტზე ლაპარაკობდა, რომელიც იყო თქვათ იმ თაგვების ლაბირინთი, რომელიც ინთებოდა ნეირონები ყოველი მოხვეოს შემთხვევაში, გამახსენდა ჩემი ძაღლი, რომელიც ძილის დროს იწყებდა ფეხებით ესე ფეხების ქნევას და თან თითქოს ამოყეფები, ოღონდ შიგნით აი პირს არ აღებდა ისე და მე მეგონა რომ ჩემი ძაღლი მირბოდა ეხა სადღაც და ვიღაცას მისდევდა ან ეთამაშებდა ან სიზმარს ნახულობდა. ხო, ანუ ძილში თურმე იმ დენად ვერ ხუდებით და ვერ ვიაზრებთ იმას, რომ რამოდენიმეჯერ შეიძლება გავეღვიძოთ, ხო? ძალიან საინტერესოა. ხო, აი მე მინდოდა რაღაცა ეს რომ კიდე უფრო მაყურებლისთვის რაღაცნაირად ამეხსნა და მომეყოლა ჩემი პატარა. თან მაყურებელმა იცის შენი გრძნობები, შენი ძაღლის მიმართ, რაც გქონდა, ხო? კი. და ინსომნიის, ანუ ძილღვიძილის ციკლის მოშლის, ხო, ჩაძინება იქნება, ხშირი გამოღვიძებები იქნება თუ ადრევი გაღვიძება, დაღლილი გაღვიძება, ამ ერთ-ერთი მიზეზი, რასაკვირველი, ეს არის დეპრესია. ასევე კვლევები არის ძალიან საინტერესო, რომ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ კლინიკურად დადიაგნოზებული დეპრესია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გიპერტონული დაავადება, თრომბოემბოლიებისადმი მიდრეკილება, იშემიური, მაგალითად, პროცესები თავის ტვინში თუ გულში, მათშიც ასევე აღმოჩენილია უფრო მეტი ნეანდერტალური გენი. ანუ ჩვენ გვყავს ეს მონათესავე განშტოება ნეანდერტალელების სახით და ასევე დენისოველების სახით, ეს ალტაის ადამიანები, რომლებმაც თავისი გენები გაავრცელეს მაგალითად ტიბეტელებში. ახლა რა არის საინტერესო, რომ გენეტიკური ასპექტი ძილღვიძილის გენეტიკურად პირობადებული, აი ასეთი ბიოქრონოლოგიური სქემით ხარ დაბადებული.
მაგრამ გენეტიკური ფაქტორი უძილობაში შედარებით მცირეა. უფრო ეს არის შეძენილი სოციალური ფაქტორები, ეს არის რაც ჩამოთვალე, ეს არის დეპრესია, ეს არის გიპერტონული დაავადება, ეს არის ქრონიკული სტრესი, ეს არის შაქრიანი დიაბეტი, ეს არის მაგალითად ავტოიმუნური დაავადებები, როგორც არის ვთქვათ რეუმატოიდული ართრიტები, ტკივილთან შეჭიდული, დისკომფორტთან შეჭიდული, რომელიც ვისცერულ დონეზე, ანუ ორგანულ დონეზე გიბუჭებს ძილს, გაღვიძებს ტკივილი და შემდგომ ამას იმახსოვრებს ტვინი. ანუ ამ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ამ დაავადებების გამო შეიძლება უძილობა განვითარდეს უძილობა, ხო? ეხლა რა არის საინტერესო? არის ესეთი ნივთიერება ორექსინი, მეორენაირად ამას ქვია ჰიპოკრეტინი. ეს ორი ძირითადი ფრაქცია, ესეც წარმოიქმნება ჰიპოთალამუსში და პრაქტიკულად ძალიან ბევრ პროცესს განაგებს. მოკლედ უნდა შევთანხმდეთ იმაში, რომ ნივთიერება ორექსინი ეს არის სიფხიზლის მედიატორი. თუ ეს ნივთიერება ბევრია, შენ გვიძავს, შენ ხარ ფხიზელი და ამბობ, რომ სიფხიზლეზე მაგარი кайფი არ არსებობს. ეს არის სტიმული შემეცნების, ინსპირაციის, კვლევის, ცნობის მოყარეობის. მას მისდევს გვერდით მისი მეგობარი ჰისტამინი, რომელიც სიფხიზლის მედიატორია. ამიტომაც ანტიჰისტამინური ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები პირველი თაობა იწვევს ძილიანობას. ანუ ჰისტამინის დაბლოკვა ნიშნავს, რომ შენ ძილი მოგერევა. ამიტომ მათი მიღება არ შეიძლება საჭიროა. სიფხიზლეს გუნავს და აქედან გამომდინარე. ასევე მისი მეგობარი მეზობელი არის დოფამინი. აი ეს წყვილი ნორადრენალინთან ერთად არის ის, რომ შენ ხარ ფხიზელი. რა აღმოჩნდა? რომ თუ თქვენ მიირთმევთ ბევრ შაქარს, მაღალია გლუკოზა, ნიშნავს იმას, რომ მაღალი გლუკოზა თრგუნავს ორექსინს და შესაბამისად სიფხიზლე კლებულობს, ანუ გადაყავხარ ძილში. ანუ ჭამის მერე ძილიანობის შეტევა. პირველ რიგში უნდა გავისინჯოთ შაქარი, მაგრამ როგორ? შეიძლება შაქარი ვერ დავიჭიროთ, ანუ გლუკოზა ვერ დავიჭიროთ, უნდა გაკეთდეს ხომა ინდექსი, უნდა გავიგოთ გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ანუ დაფარული როგორია პროცესი. ამრიგად, უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცვლის მოშლა, მაგალითად გიპერთირეოზი. ხო, აი ტოქსიკურ ჭიხს რომ ვეძახით, ბევრია, ეს იწვევს აღგზნებას და აღგზნების ფონზე ძილიანობა გება. ან თქვათ ჰიპოთირეოზი, როდესაც ცოტაა და შესაბამისად ძილიანობისკენ მიყავხარ. ასევე შაქრის ცვლის მოშლა უნდა განისაზღვროს, სასქესო ჰორმონები, კლიმაქტერული ფონი უნდა გამოირიცხოს, ხომ არ არის მიზეზი სასქესო ჰორმონების ცვლის მოშლა და ძალიან საინტერესო კვლევა, რომ უძილობის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის ჭარბი წონა. ანუ მაგალითად 100 კილო, 120 კილო გაჩნია კონსტიტუციის შესაბამისად და ჭარბი წონა და აღნიშნავენ რომ თუ არის წონის კლება და უბრუნდება ნორმას, აი დაიკლო წონაში 30 კილო, 40 კილო და გახდა 65 თქვა 70, ხო? ძილღვიძილის ციკლი თავისით რეგულირდება. წამლების გარეშე რეგულირდება. თუმცა ამ დროს მინახავს ხოლმე ჭარბწონიანი ადამიანები უცებ მომენტალურად რომ სადღაც ზიან და ითიშებიან და ნარკოლეპსია. აი სწორედ ეს არის, რაც მოგახსენეთ, რომ ჭარბი ცხიმის პირობებში, როდესაც ამავდროულად მოშლილია შაქრის ცვლა და ჩვენ შევთანხმდით, რომ მაღალი გლუკოზა ნიშნავს დაბალი ორექსინი და ითრგუნება ეს სიფხიზლის სისტემა და მოდის ნარკოლეპსიის შეტევა, ანუ ძილი მომენტალური სწრაფი მოულოდნელი უადგილო ადგილას თავს ჩაკინდრავს. ძილს თავს ვერ ართმევს. ასევე მინდა აღვნიშნოთ საინტერესო ამბავი, რომელიც 1915 წელს დაიწყო, ჯერ ავსტრიაში, მერე მოედო საფრანგეთს, გავრცელდა მომაკვდინებელი ძილის ეპიდემია. ეს იყო ეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდი და სხვათა შორის ფილმიც არის ესეთი გამოღვიძება ქვია რობერტ დე ნიროსა და რობი უილიამსის მონაწილეობით, ეს ნამდვილი ამბავია აღწერილი, გადამდები ძილიანობა. მოკლედ საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ გავრცელდა ეგრეთ წოდებული ენცეფალიტიკა ლეთარგიკა. ენცეფალიტის ლეთარგიკა, ანუ ლეთარგიული ძილის გამომწვევი ენცეფალიტი. ენცეფალიტი თავის ტვინის ანთება. ეს ეპიდემია დამთავრდა სადღაც 1927 წელს, დაავადდა 5 მილიონი ადამიანი და სიკვდილიანობა იყო 30%.
ესე იგი 5 მილიონის 30%, ეხლა მინიმუმ ყველაზე ცოტა 900,000 ადამიანია დაღუპული. 900,000 ადამიანი, რომელმაც დაიძინა 7 დღე ვერ გაიღვიძა და ესე იგი 100-დან 30 ადამიანი დაიღუპა ძილში ენცეფალიტით. ჩვენ არ ვიცით დღემდე მიზეზი რა იყო გამომწვევი. ვერც ბაქტერია ვერ დაიჭირეს, ვერც ვირუსი, მაგრამ არის აღწერილი შემთხვევა, მაგალითად აფრიკაში კურუსტომია, სადაც არის პრაქტიკა, როდესაც შვილები მიირთმევენ რიტუალური კანიბალიზმის სახით მშობლების, გარდაცვლილი მშობლების ტვინს. ითვლება, რომ ასე ხდება ინფორმაციის გამოცდილების გადაცემა მშობლებიდან შვილებში. ეს მათი ასეთი წარმოდგენა. აი ამ აბსოლუტურად მცდარია. რასაკვირველია. კურუსტომია და ამ დაავადებას, რომელიც აი ამ ტრადიციით არის შემონახული დღემდე, რომ მიირთმევენ მშობლების ტვინს, ეს არის ღრუბლისებრი ენცეფალიტი, კურუს დაავადება და განპირობებულია ეგრეთ წოდებული პრიონული ინფექციით. პრიონი ეს არის ესეთი ცილა, რომელიც არის თურმე აი ამ ტვინში პათოლოგიური ცილა, იწვევს აი ესეთ ენცეფალიტს და გადადის თუ შენ დაუმუშავებელი ხორცი მიირთვი. ანუ აი ეს ძილის, ანუ ეგრეთ წოდებული ეკონომოს დაავადება, ეს იყო ექიმი ეკონომო, რომელმაც აღწერა, რომ თურმე ძილიანობა, ლეთარგიული ძილი, რაც თქვენ ბრძანეთ, შეტევები და ესეთი ავთვისებიანად დასრულებული, რომელიც ეპიდემიაც იყო, მაგრამ არ არის ესეთი ცნობილი. რატომ არ არის ცნობილი, რომ ძილმა მოკლა მილიონამდე ადამიანი ლამის? იმიტომ, რომ ამ პერიოდს დაემთხვა ესპანური გრიპი, ეგრეთ წოდებული ესპანკა, რომელიც გაძლიერებით უფრო მასშტაბური და ესეთი შემაძრწუნებელი იყო, შესაბამისად ეს ლეთარგიული ძილის ეპიდემია ესე ნაკლებად ცნობილია, მაგრამ თურმე ძილი შეიძლება ყოფილიყო გადამდები. რა თქმა უნდა, ეს ახლა ძალიან უტრირებულად რომ თქვა, ეს იყო ენცეფალიტით გამოწვეული ლეთარგიული ძილი. ძილღვიძილის ციკლის მოშლის ყველაზე მწვავე გამოვლინება უძილობა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ძილღვიძილის რეჟიმის, ანუ ძილის ჰიგიენის დარღვევით. პირველი ეს არის ღამის სმენები. ღამის სმენაში მუშაობა. მეორე ეს არის ცისფერი ეკრანი, гаджеტები, როდესაც შენ ძილს ტეხ გარკვეული მიზნით. არა ის რომ არ გეძინება, გეძინება, მაგრამ უძალიანდები და მაინც აგრძელებს სიფხიზლეს. როგორც კი გადაევლის პიკი და პიკი არის 10-დან 12 საათამდე, აი ამ პერიოდში კარგად უნდა დაგეძინოს, იმიტომ რომ სწორედ აი ამ დროიდან იწყება ჰორმონ მელატონინის გამოყოფა, რომლის მაქსიმალური პიკი 2 საათზეა ღამის და ამ დროს უნდა გეძინოს. და ამის მერე მელატონინი გარდაიქმნება საინტერესო ნივთიერებად, ეს არის DMT, ანუ დიმეთილტრიპტამინი. ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ჰალუცინოგენი, რაც კი ჩვენ ვიცით, ну, მისი გაძლიერებული ფორმებიც არსებობს, მაგრამ DMT არის სწორედ ის, რაც გიწყობს სანახაობას. ანუ ტვინი გიჩვენებს მულტფილმებს, გარკვეული ნივთიერებების კარუსელის დახმარებით და შენ აი ამ მულტფილმებით იწყებ ფსიქოლოგიურ რესტარტს. თუ არ მოხდა ძილის დროს ფსიქოლოგიური რესტარტი, ანუ მელატონინის რიტმს არ მივყევით და ჩვენ არ ვნახეთ კომპენსატორული სიზმარი, რეტროსპექტიული სიზმარი, ხო, რომელიც ემსახურება როგორც Windows-ის გადაყენება კომპიუტერს, ხო, რაღაც ნეგატიური წაშალო, ვირუსები წაშალო და ჩვენ ვარდებით ქრონიკულ სტრესში. ქრონიკული სტრესი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ სისხლში ყოველთვის მაღალია კორტიზოლი. კორტიზოლი ეს არის ნივთიერება, რომლის სიჭარბის პირობებშიც შეუძლებელია სიყვარული. თუ კორტიზოლი მაღალია, ეს ნიშნავს იმას, რომ ტვინი მუშაობს პერმანენტული თვითგადარჩენის რეჟიმში. ანუ სტრესშია, ხო? სულ სტრესშია. ასეთ სიტუაციაში ტვინი არ უშვებს სიახლოვეს. იმიტომ რომ ნებისმიერი სიახლოვე ნიშნავს იმას, რომ შენ განიარაღდი, შენ ემოციურად გაშიშულდი, ხომ? სიყვარული რა არის? ეს არის თავდავიწყება, ეს არის მსხვერპლი, ეს არის შეწირვა. მაშინ, როდესაც თუ მაღალია კორტიზოლი, პირიქით გეუბნება დაარტყიან გაიქცეს ვარიანტი ადრენალინთან ერთად და თან ეხლა რა დროის სიყვარულია, ეხლა ჩვენ უნდა გადავგრჩეთ, იმიტომ რომ გშია, იმიტომ რომ გცივა, იმიტომ რომ შეიძლება დავკარგოთ შემოსავალი, ანუ აღმოვჩნდეთ განსაცდელში და ეხლა სიახლოვის დრო არ არის. შესაბამისად, რას აკეთებს ამავდროულად კორტიზოლი? რა თქმა უნდა. ის შლის გლიკოგენს. გლიკოგენი რა არის? წარმოიდგინეთ მძივი მარგალიტების, სადაც თითოეული მარგალიტი გლუკოზაა და აი ეს მძივი გლიკოგენია. ანუ მძივი დაიშალა, გლიკოგენი დაიშალა და რა წამოვიდა? გლუკოზა. და გლუკოზა რას აკეთებსო?
დააქვეითებს ჩვენს ლეგენდარულ ორექსინს, რის შედეგადაც შემცირდება სიფხიზლე, წავა ძილიანობისკენ, ძილიანობა ნიშნავს, რომ კოგნიტიური თვისებები, ხო? ანუ გარკვეულ წილად ნახეთ, ბანკიერი ჯაჭვი იქნება. დღისით ძილიანობა, ღამით უძილობა. დღისით ძილიანობა, ღამით უძილობა და ის ძილის ეპიზოდები, რაც არის, არ მთავრდება ტვინის რესტარტით. ხო, რაღაც ციკლი იქმნება. რეკომენდაციები რო გავცეთ, თუ შეიძლება, ვინც ახლა გვისმენს და აწუხებს უძილობა, არ იცის რა ქნას. და ბოლოს მიხდა კიდევაც ხო არა მიხდა კიდევაც კაპიტან დიას მოთხრობილიდან რომ რამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა და თქვათ ამას დააკვირდა და მიხდა იმასაც რომ ამას გამოიწვევს და ამას დაარეგულირებს. ესე იგი მიზეზებიდან გვაქვს ბიოლოგიური ფაქტორები, ხო? ეს არის ავადმყოფობები. ხო, როგორიც არის ენდოკრინული პათოლოგიები, ფარისებრი, თქვა თირკმელზედა და ჯირკველი, კუჭქვეშა ჯირკველი, სასქესო ჰორმონები, ხო, სასქესო ჯირკვლები. ეს შეიძლება იყოს ფსიქიატრიული, მაგალითად, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები, დეპრესია და ასე შემდეგ, ხო? ეს შეიძლება იყოს ინტოქსიკაციები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, წამლები, ფსიქოტროპულები, არასწორი მოხმარება. ან სწორი წამალია, მაგრამ შენი არ არის. ეს ნივთიერება რომ შენ გარდაქმნა გჭირდება შესაბამისი ფერმენტული სისტემები, რომელიც შეიძლება შენ არ გაქვს გამართული, ხო? ანუ ეს წამალი შენი არ აღმოჩნდა. და მთავარი ჰიგიენის დარღვევა. რომ როგორც შანელმა თქვა თავის დროზე, რომ მე არ ვიცი მიზეზი, რის გამო შეიძლება ღამე გავათენო. ბომონდი, ბოჰემა და ქალს ღამე ძინავს. ანუ გეუბნება რომ არ არსებობს მიზეზი გარდა გამონაკლისისა. აი მე ხშირად მაგალითად ვამბობ ხოლმე რომ აი დეპრესია და ეს ფსიქიკური აშლილობა გემართება იმიტომ რომ შენ ამისთვის ქცალი. აქ არ არის საუბარი ბიოლოგიურად გენეტიკურად პირობადებულ პათოლოგიაზე. საუბარია იმაზე რომ მაგალითად შენ რო კბილი გტკივა და აი გაუსაძლისი ტკივილი გაქვს კედლებზე გადიხარ და ამ დროს შემოვარდნენ ყაჩაღები. ტკივილი და გავიწყდება. ამ მოცლაზე მაქვს საუბარი. რომ ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმალურ ქვეყნებში, სადაც იყო ნორმალური სტატისტიკა და ჯანდაცვა, ხო? იყო მინიმუმი ფსიქიკური აშლილობის. ანუ შიზოფრენია, დეპრესია და ასე შემდეგ ომის დროს იყო მინიმუმი. აი როდის დაიწყო ტალღა დეპრესიების, როდესაც დასრულდა. ანუ მაშინ არ ეცალათ. მაშინ მიხდით ამ მოცლაზეა ლაპარაკი. შენ თუ ქცალია იმისთვის, რომ ღამე გაათენო, ქცალია. არა, როგორც საქმე, თქვათ, მუზა გეწვია. აი ერთი საინტერესო, რომ სალვადორ დალის და თომას ედისონს ჰქონდათ ასეთი ჩვევა. დასხდებოდნენ სავარძელში, ხელში დაიჭერდნენ მძიმე ნივთს, რაღაც გირს მაგალითად და იწყებდნენ ჩაძინებას. და როგორც კი ჩათულებდნენ, ხო ხელი ხო გაეშვებოდა და ხო იღვიძებდა. აი ამ დროს, აი ამ მოსაზღვრე მდგომარეობაში დალი მოიფიქრა ცეცხლწაკიდებული ჟირაფი როგორ დაეხატა და თომას ედისონმა მოიფიქრა ბევრი რამ ტექნიკაში, რაბაც საბოლოოდ ვერ მიგვიყარა ნატურამდე, თუმცა ამბობენ რომ ტესლას მოპარაო. ანუ მოსაზღვრე მდგომარეობაში არის მიხვედრის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი. ამ დროს ხდება მოგზაურობა ქვეცნობიერში და იქიდან ამოგაქვს ცნობიერში. აი მე ხო არ ვცადოთ ონისე. ძალიან საინტერესო. აი ძალიან საინტერესო. ანუ მთავარი რეკომენდაცია არის ჰიგიენის დაცვა. რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება გაათენო ღამე, თუ ეს არ არის მუზა. ან რაღაც საქმე. და ალბათ სპეციალისტთანაც უნდა მივიდეთ ამ დროს. ეს თავისთავად მე ჩამოვთვალე რაც მოგახსენებო. ეხლა ვთქვი ბიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ნევროლოგიური, ფსიქიატრიული, ტოქსიკოლოგიური, ხო ეს სულ მედიცინაა. ანუ რასაკვირველია მივდივართ ენდოკრინოლოგთან, ნევროპათოლოგთან, ფსიქიატრთან და თერაპევტთან და ეს გასაგებია. მაგრამ თქვენ გახსოვთ რეცეპტები როგორი იწერება? აი წამალს წერთ და მე ასეთი ძიეზი, ტელეფონზე ძიეზი. აი ესეთ რაღაცას ვუსვამთ, ხო? ეს არის 8 წახნაგა, ოქტოტორპი. 8 წახნაგა ეს არის 8 ქიმიანი ვარსკვლავი, ბეთლემის ვარსკვლავი. ეს არის სიმბოლო 2 კვადრატი ზედდებული 8 ქიმიანი, რაც ნიშნავს უზენაესი ძალაუფლება. ანუ მამა ღმერთის სიმბოლოა. ეს არის შუმერული ღმერთი ანუს პიქტოგრამა. 8 ქიმიანი ვარსკვლავი ოქტოტორპი ნიშნავს ღვთის შეწევნით. მე კი გამოგიწერე წამალი. მაგრამ განკურნავს ღმერთი და ღმერთი შენში ვლინდება გონიერებაში. შენ თუ არ მიუდექი ამას გონივრულად, შემოქმედებითად არანაირი წამალი არ გიშველის.
ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე საუბრისთვის. არა, არ მინდა რომ არა, სხვა თემაზე მინდა გადავიდეთ, იმიტომ რომ როცა ალბათ დიაყოლბაია ყავს სტუმრად, გინდა რომ ძალიან ბევრ თემას შეეხო, ხო და გონია რომ მაყურებლისთვის საკმაოდ საინტერესო და მომწურავი ინფორმაციები გავეცით და ახლა მინდა თემა შევცვალოთ. TikTok პლატფორმაზე ონისე გავრცელდა ვიდეოები, ინფლუენსერები წერენ, რა არის ბიჭის red flag-ი. Red flag-ი ვინც არის ის, რომ აი რა ხდის კაცს არა მამაკაცურს და რა არ მომწონს მასში, როგორც ქალს. შესაბამისად, სრული ისტერიკა ატყდა TikTok-ზე, ინფლუენსერებს ძალიან ცუდ კომენტარებს უწერენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ცუდი შეფასებები გააკეთეს. მაგალითად ის, რომ კაცს თუ ტკბილი უნდება, ეს ქალისთვის არ არის მიმზიდველი. კაცს თუ შესცივდა და პლეთს მოითხოვს, ესეც წარმოდგენას დამაკარგუნებს მასზე. კაცმა თუ არ იცის მანქანის ტარება, მე რატო უნდა ვიცოდე? მე ხო ქალი ვარ და კაცმა უნდა იცოდეს. რაღაც ესეთი სტიგმატური რაღაცები იკვეთება ამ ადამიანებში და სხვა შორის ინფლუენსერებს აქვთ ძალიან ესეთი დიდი ძალა. გავლენას ახდენენ ძალიან ბევრ ადამიანებზე, ხო? მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც უყურებენ, ბიჭები და მგონია, რომ ძალიან ბეწვის ხიდზე გადიან, როცა ასეთ სტიგმატურ რაღაცებს ამბობენ და შეიძლება ვიღაც ბიჭი, ბავშვი, რომელიც ახლა ყალიბდება, თვლიდეს, რომ იცი რა, მე თუ მცივა და პლედი მოვითხოვე, შეიძლება გოგოს აღარ მოვეწონო. ხო. აი ეს რო შევაფასოთ სად ვართ საერთოდ რა ხდება? ხო, ეს ამბავი ძალიან რატო გადავგვარდით? ხო, სად ვართ, მე ვერ შევაფასებ და რომ შევაფასო ვერ გავაჟღერებ, მაგრამ საბოლოო კვლევებით ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ ფსიქოლოგები. რომ აუცილებელია გოგონების და ბიჭების ერთად ერთ სივრცეში თამაში, არა მხოლოდ ის, რომ ერთად ისხდნენ კლასში. თამაში, სადაც ბიჭს ეძლევა საშუალება ითამაშოს თოჯინით. ჩაიცვას მაგალითად ვარდისფერი და იასამნისფერი შარვალი ან მოსასხამი მოიცვას. სადაც გოგონას ეძლევა საშუალება ითამაშოს პისტოლეტებით, თოფებით, რაღაცა ზარბაზნებით. არის ინტერსექსუალური თამაშები, აი მაგალითად ბურთი, მაგალითად ველოსიპედი. აი ესეთი კოლექტიური თამაშები, კალათბურთი, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ბიჭები თავიდანვე შეეზარდონ გოგონებს და მათგან ისწავლონ მაგალითად დედობანა მამობანას თამაშის დროს ზრუნვა. ძალიან მზრუნველები არიან ბიჭები, მაგრამ ვინაიდან არის სტიგმა, რომ როგორ ეხლა შენ თეფშებს რო რეცხავ, ეხლა კაცი ხარ ამის მერე? ან ეხლა შენ რომ ვარდისფერი მაისური ჩაიცვა შენ ამის მერე, ხო? ეს ყველაფერი მომდინარეობს იმ ესეთი მკაცრი, პატრიარქალური და ასე შემდეგ. ეხლა ნეანდერტალელები, დენისოველები და ესეთი. ხო? კრომანიონელებს გვახასიათებს გახსნილი აზროვნება. სადაური კანონია, აქაური კანონია. კანონებს ვინ წერენ? აი მაგალითად აფრიკაში არის ტომი, სადაც არის ტრადიცია, რომ პატარძლის პირველი ღამე ეკუთვნის მამამთილს. ასეთი არის მათთან კანონი. ვინ დაწერა? მამამთილებმა დაწერეს კანონი. იმიტომ რომ ასე სურდათ მათ. ანუ ჩვენ, როდესაც ვიცით ადამიანის ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, ნეიროფიზიოლოგია, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე სქესი განიცდის ევოლუციას და როგორც ხეზე არ არსებობს ორი ერთნაირი ზომისა და ფორმის ფოთოლი, ასევე არ არსებობს ორი ერთნაირი სქესი. ეს პირობითი დაყოფაა. რომ მამაკაცშიც არის მდედრობითი სასქესო ჰორმონები და დედაკაცშიც არის მამრობითი სასქესო ჰორმონები, ხო? ტესტოსტერონი და ესტროგენი ორივეს გვაქვს. საუბარია ამათ თანაფარდობაზე და კონცენტრაციაზე. ამიტომ კაცსაც შეიძლება მომუნდეს შაქარი, ქალმაც ისროლოს ის არის, არაჩვეულებრივი მოჯირითო იყოს ქალი და არაჩვეულებრივი დიზაინერი იყოს კაცი. შესანიშნავად კერავდეს მამაკაცი და უმრავლესობა მკერავების და თერძების და ესე კულინარების და ეს არ უნდა აკარგვინებდეს ალბათ მამაკაცურობას. ხო, როგორ შეიძლება რომ ეს სტიგმა დავამსხვრიოთ და მგონია რომ სწორედ ქალების, გოგოების, დედების, ცოლების დამსახურებით თქვა ვერ ვიტყვი მთლად 100%-ით, მაგრამ გარკვეულად დიდი პროცენტი მოდის მათზე, რომ ზრდიან მონსტრებს. ვინ ზრდის? ძირითადად ზრდიან ქალები. და რაც უფრო დრამატულია ქალის პირადი ცხოვრება, მით უფრო უბედური ბიჭი იზრდება. და ეს ქალი უბედურია, იმიტომ რომ იმის არ იყოს, თქვენ ქალი ყოვლის შემძლე გახდებით თუ ცუდად გათხოვდით.
ყოვლის შემძლე ქალი, რომელმაც დარგო ხე, ააშენა სახლი და გააჩენა შვილი, არის კაცი. ეს კაცის ფუნქცია. აი როგორც კი არ არის სათანადო ესეთი ეს ქალი მძვინვარე და ამავდროულად მოსიყვარულე, ხო, გაზრდის კაცს, რომელშიც ჩასდებს ყველაფერს, რაც მას აკლდა. ხო? და გამოდის ის, რაც გვაქვს. პირველი 40 წელი ქართველი მამაკაცის ბავშვობის არის რთული. ამრიგად ერთადერთი გამოსავალი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ განათლება. განათლება, ცოდნა, რაც უფრო განათლებული ხარ და არა სერტიფიკატებით, არამედ მართლა განათლებით, ანუ ცოდნა, რომელიც შეიძლება ხელფას არ მოგიმატებს, თანამდებობაში წინ არ წაგწევს, მაგრამ შენ შინაგან ფსიქოლოგიურ სამყაროს გიქმნის და თურმე აღმოჩნდა, რომ ასეთი სამყარო, ასეთი მრავალფეროვანი და რა დროის შაქარი და კაცობა და ვარდისფერი და იასამნისფერი. რა დროის ეს ნიშნავს ხომ არ ფიქრობთ, რომ მათ შორის ხო ბევრი კაცი გვინახავს, ვინც ესე ყოფს, რომ ქალს რა უნდა საჭესთან ქალის სამზარეულოში ვიცი. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ სტიგმას ქალები ვუწყობთ ხელს, რომ კაცებმა ასე თქვან? სიბრიყვეს არ აქვს არც სქესი, არც ეროვნება, არც აღმსარებლობა, თუ ესე იგი როგორც იტყვიან, როგორც ვისოცკი ამბობდა, რადიელსია ბაობაბომ, პამრიოშ ბაობაბომ. ხო, როგორც ახლა მომავალი სახელმწიფო ენა ყველა უნდა ვიცოდეთ და ნუ რავი, ნუ ვისაყვედურებთ რა ლაპარაკობთ. მომავალი სახელმწიფო. ამდენ საინტერესოში და კარგში როგორც ცუდი რაღაცა თქვი. ეს გადავხარნოთ რა. ისე ამბობ. მე არ მინდა რომ ეს ასე იყოს. ხა, რა თქვა და ცუდი რატო. ხო, ქართულად გადავთარგმნოთ, მე რუსული არ მესმის. თუ დაიბადე ბაობაბად, მოკვდები ბაობაბად. ხო, ძალიან საინტერესოა ზოგადად, ხო? თვითონ ეს აღზრდის და გაზრდის და რაღაცა ჩადების იმ კოდის კი არის მნიშვნელოვანის ჩადების, თორსა ზრდი მამაკაცია თუ ეს გოგოა, ხო? შენ ყველაფერს აკეთებ ხშირ შემთხვევაში, შენ ყველაფერს დებ მასში. იგივე განათლებასაც აძლევ, ოღონდ არ გულისხმობ თქვენდან გამომდინარე, როგორც თქვენ თქვით აღნიშნეთ, რომ სკოლაში ისწავლოს კარგად, არა, მე ამ განათლებაზე არ ვამბობ. მე ვამბობ იმ განათლებაზე, რომელიც ყველა ადამიანი უნდა არსებობდეს და მართლა ცოტა გონება სუსტად არ იყოს და არ იგრძნოს და ოჯახი რასაც უნდა აძლევდეს. ანუ აძლევ ყველაფერს, მაგრამ მასში არსებული ის რაღაცა განსხვავებული, რომელიც ხან და ხან რაცა უნდა ბევრი გააკეთო, მაინც ის იზრდება ისეთი, როგორიც მის ტანს, მის გონებას, მის ფიქრს, არ ვიცი. ეს ესე ხო ხდება იდეაში. ვერ ახსენი სწორად, ვერ ვთქვი კარგად, ხო? ვაძლევ ყველაფერს და ვაკეთებ იმისათვის, მაგრამ ის მაინც რაღაცნაირი სხვანაირი მიუღებელი არ მინდა რომ ვთქვა. სხვანაირი, განსხვავებული იზრდება. იყო არის, მოკლედ, ექიმი, რადიოლოგია ეს კაცი, რომელიც მუშაობს მასთან, რა ქვია, პოლიციასთან, უშიშროების სამსახურებთან ესე თანამშრომლობს და იკვლევს მაგნიტორეზონანსული კვლევით, განსაკუთრებით საშიში მოძალადეების, დამნაშავეების თავის ტვინს. ეს მოყავთ ეს დამნაშავე, რომელმაც საშინელებები ჩაიდინა და მისი თავის ტვინის მაგნიტორეზონანსულ კვლევას აკეთებს, ეს კაცი წერს დასკვნას, რომ აი და საბოლოო ჯამში დაადო სტატისტიკა, რომ მართლაც მანიაკის, რეციდივისტის, განსაკუთრებით სასტიკი და ასე შემდეგ მოძალადის ტვინი მართლაც სპეციფიკურად აი გამოირჩევა სტრუქტურული თავისებურებებით. რომ შევხედავო აი ამ ტომოგრაფის აი ამ პასუხს, ხო, აი ვხედავ სურათს, მე ვიტყვი, რომ ეს არის მანიაკი. აი ეს მოძალადეა. ნამდვილად სტრუქტურული ცვლილებები არის. მოკლედ ამ კაცს დაეწყო თქვენი მოწონებული თავის ტკივილი, რაღაც შაკიკი, ვერ გაიგეს რა იყო და მოდიო, ბარემ გავიკეთებ თავის ტვინის მაგნიტორეზონანსი. გაიკეთა თვითონ, გაუკეთეს. და ეს მისი პასუხი უკვე გვიანი იყო, დაიდო, წავიდა სახლში, რომ დაბრუნდა ამასობაში მოვიდა ახალი მონაცემი, ეს ზემოდან დაედო ამას და ეს აკეთებს თავის საქმეს, ეძლევა და ჩავიდა, მე სანამ სახელს და გვარს არ კითხულობს ხოლმე. ეს ბოლო ნახა, მაგრამ არ მოყვებოდა დახასიათება პოლიციიდან და რომ ნახა, ეს მანიაკის ტვინია. აჰა. თავისი ტომოგრაფია იყო. უი. ეს იყო შოკი. იმიტომ რომ ყველა ის სტრუქტურა, ეს ყველაფერი როა, ეს არის რეციდივისტი, ეს არის პოტენციური მოძალადე. თვითონ ექიმი.
რა არის საინტერესო? ამით რა მე ამას სერიოზული აკადემიური სტატია გამოაცხო და გაუშვა სამეცნიერო ჟურნალში, ციტრებად ჟურნალში. საქმე რაშია? სტრუქტურა არის, მონაცემები არის, მაგრამ ვინაიდან ის გაიზარდა მოსიყვარულე გარემოში. დედა ყავდა, თქვათ, მე ვიოლინე, მამა ყავდა ფილოსოფიის დოქტორი, დედა დააყავდა უფროსი, რომელიც ასევე კონსერვატორიაში. ანუ შეიძლება იყოს პროფესორის და მუსიკოსის, მაგრამ გიჟი იყოს დასაბმელი, ხო? აქ საუბარია მართლა სიყვარულში, მართლა იმ წიგნების მტვერში გაზრდილი, მართლა ტრადიცია და ბაბუა, ბაბთით და ასე შემდეგ, ხო? ეს ბავშვი გაიზარდა სიყვარულში. თეატრი, ხო? ყველაზე მთავარი რაც არის თეატრი, ხო? თეატრიო, ღმერთის ამბავი, მოყოლილი აი ამ ატრუმში, ხო? სადაც არის ქორეოგრაფია, მუსიკა, ხატრობა, ლიტერატურა, ყველაფერია ერთად. თუ კიდევ გაიგო, უცხო პლანეტელის რა არის, როგორია, პირველი უნდა მოითხოვო მანახეთ თქვენი სპექტაკლი. ხო? აი რეპტილოიდების რას, აი როგორი აქვს პოეზია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ მე ეს კაცი ამბობს ამ თავის სტატიაში, რომ მეო ჩაუჯექიო ყველა იმ დამნაშავის ისტორიას, ყველას, რომელსაც მსგავსი ტვინი ჰქონდა. ერთნაირი ტვინი ჰქონდათ იმათაც და ამასაც. იმათ ჰქონდათ მძიმე მატრიგირებელი სტრესი. აი მაგალითად მამამ იძალა და სექსუალურად ვაჟზე. რა ფერდარჩებოდა ის ყოაზე მყოფა ეხლა ხანს ვნახე Facebook-ზე ასეთი რამ კახეთში თუ სადღაც მოხდაო. ეს არის სტრესი, რომელიც რთავს ისეთ პროცესებს ტვინში, რომ თუ ოდნავი სტრუქტურა მაინც არის ძალადობისკენ მიდრეკილი, ეს ადამიანი ხდება მოძალადე და გაიმეორებს იმას, რაც მას დაემართა. ამ კაცში, რომელიც ბრწყინვალე ექიმი იყო, ემპათიური თანამგზნობრი და ასე შემდეგ, არ მოხდა ამ სტრუქტურების დათრიგირება, იმიტომ რომ კარგ გარემოში გაიზარდა. სიყვარულში გაიზარდა. ანუ გადამწყვეტი არის არა გენი როგორც ასეთი. თავისთავად გენი უნდა იყოს, რასაკვირველია. საუბარია ეპიგენეტიკური მართვა, ანუ გარემო 98%. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ვერ გაგიშვებდით, მაგრამ სამწუხაროდ კიდე დავამატებდით. მადლობა. დიაყოლბაია, ექიმი, პათოლოგანატომი იყო ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაციისთვის. ხო, ნამდვილად. მოკლედ ახლა ცოტა ხნით რეკლამაზე გავიდეთ და ძალიან მანდ დაგვირდებით. ლიზასთან ერთად.